ქართული კინოს სტენდი ბერლინალეზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე შეკრებილი კრიტიკოსები, რეჟისორები და სტუმრები ეროვნული კინოცენტრის ახალ პროექტებს გაეცნენ. რიგით 62-ე ბერლინალე 9 თებერვალს გაიხსნა ფესტივალზე სულ 395 ფილმია წარმოდგენილი, მათ შორის გამარჯვებულებს ჟიური 19 თებერვალს გამოავლენს. გოგა ჩართულანი გვერდება ფესტივალის დეტალებით პირდაპირ ეთერში, როგორც ის მას საინტერესო სტუმრები ყავს. საღამოს მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ბერლინიდან. ჩვენ კვლავ წითელი ხარიჩის წინ ვართ. ბერლინალე კვლავ გრძელდება და არის ძალიან საინტერესო პროგრამა, საინტერესო ფილმები, მაგრამ დღეს არის ძალიან საინტერესო დღე სწორედ ქართული კინოსთვის. რამდენადაც ახლა ამ წუთას მიმდინარეობს პრეზენტაცია ქართული სტენდის, სადაც ძალიან ბევრი მოუცხოელმა კინემატოგრაფისტმა მოიყარა თავი იმისათვის, რომ გაეცნოს თუ რა ხდება ქართულ კინოში და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ძალიან ბევრი რამ დაიგეგმება იმისთვის, რომ ქართული კინო კიდევ უფრო განვითარდეს და რაც მთავარია წარდგეს საერთაშორისო ფორუმებზე. იმედი მაქვს იმისაც, რომ ოდესღაც ქართული კინო მიიღებს საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას ბერლინალეზე ან ნებისმიერ სხვა A-კლასის ფესტივალზე. ჩვენ იმსაც რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მე ვერ გესაუბრებით ძალიან სრულად იმაზე თუ რა ხდებოდა ამ დღეს განმავლობაში, იმით უფრო საინტერესო დღეს სწორედ ქართული სტენდის პრეზენტაცია, ამიტომ მე სიამოვნებით დაუთმობ ეთერს და გადავალ კითხვით ჩვენს დღევანდელ, ასე ვთქვათ, სტუმართან, რომელიც ეხლა გამოვიყვანეთ და ჩვენს გამოვედით სწორედ ქართული სტენდის პრეზენტაციიდან. ეს არის ბატონი დავით ვაშაძე, რომელიც არის ქართული კინოცენტრის წარმომადგენელი და მე მინდა გკითხოთ, აი რა ხდება აი ამ წუთებში უფრო რომ ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს, რითია საინტერესო წლევანდელ ფესტივალზე ქართული კინოს წარმოდგენა და რა გეგმები შეიძლება იყოს დასახული ამ შეხვედრების შედეგად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში ამ წუთებში ზუსტად იმართება შეხვედრა არაფორმალურ გარემოში ყველა იმ ადამიანთან, იმ კინოხელოვანთან, ვისთანაც ამ ბოლო წლების მანძილზე ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. აქ არიან წარმომადგენლები საერთაშორისო ფონდების, იმ ორგანიზაციების, რომელთა წევრიც ჩვენს გავხდით ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს შედეგად, ევრიმაჟის წარმომადგენლები, მაგრამ უნდა აღინიშნოს მთავარი, რაც წელს განასხვავებს წინა ბერლინალისგან. საქართველოს მიმართ ინტერესი არის მკვეთრად გაზრდილი. ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამის ერთ-ერთი მთავარი შედეგი არის ის, რომ საქართველო გახდა ისეთი ორგანიზაციის წევრი, როგორც არის ევრიმაჟი, მაგრამ წელსაც აქ ფესტივალის ფარგლებში უფრო დიდი დელეგაცია არის ჩამოსული. როგორც კულტურის მინისტრი ბატონი ნიკა რურუა, ასევე ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და შემდგომ დღეებში დაგეგმილია შეხვედრა თვით ბერლინალეს ხელმძღვანელობასთან, ბატონ დიტერ კოსლიკთან გაიმართება შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს რამოდენიმე წელიწადში ქართული ფილმი დაბრუნდება A-კლასის ფესტივალებზე, როგორც ბერლინალეზე, ასევე სხვა ქვეყნებში. მაგრამ ამისთვის გასაწევია რაღაც სამუშაო, რაც მიზანმიმართულად მიმდინარეობს. აი წელს რა პროექტებით ავარ წარმოდგენილი აი ამ სტენდის პრეზენტაციაც ახლა მიმდინარეობს, აი ამის შესახებაც ძალიან მოგლედ რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ წარმოდგენილი ვართ სხვადასხვა სექციებში ქართული დელეგაცია, მათ შორის ეს არის ტალანტ კამპუსზე, წარმოდგენილი არის ბოშის ფონდის დასკვნით ეტაპზე უკვე, რომელიც საქართველოში გაიმართა და მათ შორის ერთ-ერთი პროექტი შეარჩიეს და იგი წარმოდგენილი არის. დიახ. ასევე სალომე ჯაშის ფილმი წარმოდგენილია 15 დოკუმენტურ ფილმს შორის და ნანა ჯანელიძე თავისი შემდეგი პროექტი წარმოდგენილი არის ასევე სტენდზე. და აი ურსუ, რომელიც არის და ურსუსი ქართულ, უკრაინულ, გერმანული კოპროდუქცია. რომლის ხვალ არის თუ არ ვწდები 4 საათზე ზუსტად პრეზენტაცია აღნიშნული ფილმი. ძალიან დიდი მადლობა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროდუქციით არის წარმოდგენილი ჩვენი კინო წარმოება, შეიძლება ასე ითქვას, ამჯამინდელი. ჩვენ ახლა შემოგვიერთდება სულ რამოდენიმე წუთი დაგვრჩა და ბატონი ნიკა რურუა, ჩვენი კულტურის მინისტრი, რომელიც სწორედ აი ახლა ვთხოვეთ და მოვიდა სპეციალურად მოამბისთვის იმისათვის, რომ რამოდენიმე სიტყვა გითხრას. მოგესალმებით, მივესალმოთ თბილისელ მაყურებელს და აი იმ მნიშვნელოვნებაზე ვისაუბროთ, რა მნიშვნელობაც გააჩნია ქართული კინოსთვის, ქართული კულტურისთვის ბერლინალეზე მის წარმოდგენას. ბუნებრივია, ბერლინალე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფორუმი მსოფლიოში, რომელიც არ უდევს თვალს არც ერთ სხვა ფესტივალს და აქ ჩვენი პოზიციონირება, ჩვენი დაფიქსირება ისე როგორც ჩვენ გსურს არის გადამწყვეტი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს კინოს მომავლისთვის, ვინაიდან აქ არა მხოლოდ წარდგენა ხდება უკვე არსებული პროდუქტის, არამედ მომავალ შესაქმნელ პროექტებზე მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა, კავშირების დამყარება, ადამიანების მიწვევა. ეხლა სწორედ მოვდივარ ქართული სტენდიდან, სადაც იმდენი ხალხი მოვიდა ქართულ საღამოზე, რომ სხვა სტენდებმა დროებით შეწყვიტეს ფუნქციონირება. გადაიკეტა აბსოლუტურად უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი მოვიდა, ესეც ჩვეულებრივ
მიღებაზე, წვეულებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული კინოს მიმართ ძალიან გაიზარდა ინტერესი და საქართველოში კინოს კეთების მიმართ გაიზარდა ძალიან ინტერესი, იმიტომ რომ ჩვენთან არის ბიზნესის წარმოების და კინო გახლავთ ბიზნესი გარდა ხელოვნებისა ძალიან გაადვილებული პირობები, ჩვენთან არის ძალიან იაფი მუშახელი შედარებით აღმოსავლეთ ევროპასთანაც კი და ჩვენთან არის ბუნებრივი უნიკალური გარემო, რომელიც 7 სხვადასხვა კლიმატური ზონით აძლევს კონკრეტულ ნებისმიერ პროექტს საშუალებას, რომ მათ გადაიღონ ფილმი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადასაღები ამბის თაობაზე. ანუ ჩვენ შეგვიძლია გადავიღოთ როგორც საზღვაო ვთქვათ სათავგადასავლო ფილმი, ასევე გვაქვს ალპური ზონა, ასევე გვაქვს უდაბნო, ასევე გვაქვს ბევრი ძალიან ლამაზი უკვე რესტავრირებული ქალაქი, ასე რომ მსოფლიოს კინოინდუსტრიამ როგორც იქნა დაიწყო ყურადღების მიპყრობა ჩვენ ქვეყანაზე და ეს ძალიან დაეხმარება ქართულ კინოს პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ბუნებრივია ჯერჯერობით ასე არის არაკომერციულ საავტორო ფილმს და ამას ჭირდება რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა დიდი ინდუსტრიისგან. ამიტომ აქ ყოფნა და აქ რეპრეზენტირება საქართველოსი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს, რითაც მადლობას ვუხდი ქართულ კინოცენტრს, თქვენ ყველას პრესას, იმიტომ რომ ეს მართლა მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ, ხალხმა უნდა ნახოს, თუ როგორ არის წარდგენილი საქართველოს დღეს და ეს ყველაფერი ჩემთვის გარდა დიდი იმედისა არის ძალიან სასიამოვნო. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრი იყო ჩვენთან ერთად, დოქტორ ნიკოლოზ რურუა. ხვალ არის ძალიან საინტერესო ქართული კინოსთვის, იმიტომ რომ არის პრეზენტაცია ჩვენი პროექტის, ქართულ-უკრაინულ-გერმანული პროექტის ურსუსი. მე გემშვიდობებით, ხვალ დიდი ამბავია ბერლინალეზე, იმიტომ რომ ქალბატონი მერილ სტრიპი ეწვევა აქაურობას და აი აქ ხალხალჩასთან იქნება საოცარი აჟიოტაჟი. ნახვამდის, მე გემშვიდობებით. მადლობ გოგა ჩართოლანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში საინტერესო სტუმრებთან ერთად. 6 გრემი, 2 ემი და გაყიდული 170 მილიონი ალბომი.